და დილიდანვე სურს თქვენი ყურადღება. დროებით ოვალური კაბინეტისკენ მივმართოთ, სადაც დონალდ ტრამპმა დიეტური კოკა-კოლას საკულტო ღილაკი დააბრუნა. წითელი ღილაკი ეგრეთ წოდებული რეზოლუტის მაგიდაზე დონალდ ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა და ღილაკზე დაჭერისას თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა. ეს ღილაკი 4 წლის განმავლობაში მაგიდიდან გამქრალი იყო, რადგან ჯო ბაიდენი ისეთი სიხშირით არ მიირთმევს კოკა-კოლას, როგორც ტრამპია შეყვარებული გაზიან სასმელზე. შესაბამისად, როგორც კი ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, მისი საყვარელი წითელი ღილაკიც ისევ მოქმედებაშია და მზად არის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს წყურვილის მოკვლაში კიდევ 4 წლის განმავლობაში დაეხმაროს. თუ ამერიკულ მედიას დაუჯერებთ, დონალდ ტრამპს ყოველდღიურად არაერთი ბოთლის, არამედ 10-მდე ნახევარლიტრიანი დიეტური კოკა-კოლას მიღება შეუძლია. ისე მის გაბარიტებსაც ეთყობა ეს ამბავი, ანუ ამერიკის 47 პრეზიდენტს გულისხმობ, განსხვავებით მისი საოცრად მოხდენილი მეორე ნახევრისა. მოკლედ, ეს ამბავი არის გაზიანი სასმლის სიყვარულისადმი აღსანიშნავად ინაუგურაციის დღეს ამერიკული The Coca-Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს κουინსი შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ტრამპს შეხვდა ინაუგურაციის წინ და კოკა-კოლა ზეროს პერსონალური მინის ბოთლი გადასცა და თეთრი სახლის გამოსახულებით ყველამ ნახეთ ეს ამბავი, რომელიც კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ გაუზიარა მიმდევრებს და ცხადია იქვეა ფოტო ჯეიმს κουინსისა და თემურ ჭყონიასიც. ეს მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელებაა, მეგობრებო, ვინაიდან 2005 წლიდან, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაიკავა თანამდებობა, კომპანია აღნიშნავს შეერთებული შტატების თითოეული პრეზიდენტის ინაუგურაციას ლიმიტირებული გამოშვების კოკა-კოლას ბოთლით, ასე რომ იცოდეთ ეს ამბავიც ცალკე ისტორიის და ტრადიციის ნაწილია ამ ლეგენდარული კომპანიისთვის. შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტისთვის პერსონალურად დამზადებული სასმელი გაყიდვაში ცხადია არ იქნება, თუმცა ის დარჩება თეთრ სახლში როგორც სიმბოლო ურთიერთ პატივისცემისა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. სხვა შორის ჯეიმს κουინსის ტრამპთან შეხვედრაზე ინფორმაციას X-ზე გამოეხმაურა შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანის დეპარტამენტის მე მგონი რაც უკვე ხელმძღვანელი შეიძლება ვთქვა, უკვე ილონ მასკი, რომელმაც დაწერა, რომ დიეტური კოკა-კოლას გამომგონებელი ნამდვილი გენიოსია.